მშვიდობის კონცერტი მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძისა და ახალგაზრდა ლიტველი შემსრულებლის მონაწილეობით ვარშავაში გაიმართა. სოლო საფორტეპიანო კონცერტი საქართველოს კულტურის მინისტრი მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა საღამო, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის თემას მიეწუნა ევროპულ ხმელთაშუაზღვისპირეთის მშვიდობის სამუსიკო აკადემიის და შოპენის სახელობის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. ელისო ბოლქვაძემ კიდევ ერთხელ საოცრება მოახდინა, აქ ისე დაუკრა. გარდა ამისა, ლიტველი ბავშვები 12 წლის მუსიკოსები გამოვიდნენ და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ეს ყველაფერი, თუ რატომ რისთვის შეიკრიბა ეგ სამიტი პოლონეთში, ვარშავაში. სწორედ იმიტომ, რომ კულტურა, მუსიკა საერთოდ ხელოვნება არის გადამრჩენი კაცობრიობის. როცა მუსიკა ჟღერს, მაშინ მშვიდობაა, მაშინ არ არის ომი. აი ეს არის მთავარი სლოგანი. როდესაც ჩვენ მივიღეთ დღეს მონაწილეობა ამ სამიტის ფარგლებში, პირველად საქართველოს მე ვფიქრობ, რომ აი ყველაზე ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი მესეჯი, რომელიც ჩვენ მივეცით პოლიტიკოსებს, ადამიანებს, რომლებმაც უნდა შექმნან მშვიდობა, ეს არის ეს მუსიკა. მუსიკამ უნდა გააერთიანოს მსოფლიო.